მარიკა ხომ მაგარია მარიკულა? ხომ ეწოდებათ ბავშვებს? ბავშვებს არ ვიცი, ირაკლი, მაგრამ მამას რომ ძალიან მოსწონს უკვე ხედავ. აუ, მარიკა, იცი რა მაგარია? დათო! დათო! ეს ხო იცი ცოტა მარიკულა რა? ის ვერ არის, ხო? ხო. ის ვერ არის. აბა მე? კარგი რა ირაკლი რა, კარგი რა. ტელეკამი ამძინები ეს მითო და ა? ხატავდი მუზა მეწვია და უი, მეც ნახე შენი მუზა. აი ასე. ძალიან უცნაური მუზაკოლია დათუჩა. ჯერ ხო დილის 3 საათამდე აი დატანტალებდა. მერე დაჯდა 3-დან 5-მდე ბოლო ხმაზე აუწია ტელევიზორს ჩართვეს ბუ ძგუ მეც არ დამაძინა. რა კომპიუტერი ირაკლი რა, კარგი რა კომპიუტერი. არ თამაშობდი კომპიუტერს, მართლა ხატავდი და იცი თუ ხატავდი? აბა გერმანიის საერთაშორისო ეწყობა სერიოზული კონკურსი. კაი. ო, დიახ, მე მოეწონა ჩემი ნახატები, იქ არის პირველ ადგილზე 3000, მეორეზე 2000, მესამეზე არის 500. აჰა. ბატონო დავით, მოგაპატიეთ, მე ტრადიციას არ დავარღვევ და ჩაგეძიებით. სულ ბოლო ადგილზე რამდენია თანხა? არ ვიცი. ეგ როგორ არიცი, დათო, პირველ რიგში უნდა გაგეკო შენ რომ ბოლო ადგილზე რამდენია პრიზი, გამოგივიდა რა. შენ დამცინე და რო გავიმარჯვე, მე ვინიცინებს მაგასაც ნახა. რას ნახა? აი, ჯერ ხომ მოვიგებ. მე 3000 მომცემენ. მე ამ 3000 ბიზნესში ჩავდებ. კარგად მივდივართ. მე გარკვეულ თანხას ვდავაგებ, ვიყიდი ბინას. არაჩვეულებრივი სვლა იყო ეს ბოლო. რა მე? ესე იგი ამ სახლიდან გადავალო ეს ვერ გაფრთხმევინე. ისე დათუჩა, რა ვიფიქრე იცი? შენ თუ მართლა გინდა რომ გაიმარჯვო იმ კონკურსში. იცი რომელი ნახატები უნდა გაიტანო? გოგონა ატმებით. ხატები როგორ მიყვარს ნეტაროდის შემოვა. ის რა ქვია, მე-9 ტალღა. ტალღა მართალია არ მიყვარს, მაგრამ ნახატი კარგი. ეგენ ჩემი ნახატები არ არის. დანარჩენი რაც გაქოს უშენია რა. მოვისმინე. მარტო ხატვაშია ეს კონკურსი? არა, ხანდაკებაც არის და გობელენიც. როგორი ლენი? გობელენიც. ძალიან კარგი. იცი რა ვიფიქრე დათუჩა, შენ თუ მოგება გინდა? მე მგონი სამივე კონკურსში უნდა მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ლოგიკურია ხო, რაც მეტია კონკურსი, უფრო მეტია შანსი რომ შენ მოიგო. არა, ხანდაკება მე არ მიტაცეს გობელენზეც აღარ მუშაობ, კაი ხარ და ქსობაც დამოვიწყდა უკვე. რა და გავიწყდა? ქსოვა რა იყო? რა იყო? რა შვები ხარ შენ ხატავ? არა, არ ხატავ. ეს არის იქ მარტო ნახატები კი არ ჭირდებათ, იქ ჭირდებათ ხატვის ბიოგრაფია და ესე. ბოლო იმედი მომიკალი ეხლა შენ მე რა საკონტროლო ეს როლე ჩემ ბოლო
იმედს და ჩამწყვიტე ყველაფერი და გამაჟრუალა და გამაცია და სიცოცხლე აღარ მინდა რა. მოდი კაცო, მოდი აქ. რა მოდი კაცო. ამაში ვერაში მე ვწერი ხო კიდევ რა დღეში ვარ. შენ გამოგდის და მოდი და მოიცა ერთი წუთი რა, მოიცა ერთი წუთი. რა ბიოგრაფია, ის ბიოგრაფია ნახატი რო ყოფილიყო მარტო კიდე რაღაცა იმედი მქონდა. შენი თუ არა იმ კომისიის შეიძლება გემოვნება არ ქონოდათ და ეს იმას ბიოგრაფიაზე არ ვიცი. ბიოგრაფიაზე არ ვიცი. აი რა მართლა გეხოცე მოდი რა დამეხმარე ხო ხიდავ რა დღეში ნახე რამდენი კითხვებია რა აბა როგორ უნდა დავიწყო არც ვიცი კი ბატონო დაიწყე ასე მე დათო ალექსიძე მე არის და ემერე მე დათო ალექსიძე დავიბადე ამა და ამ წელს 6 წლის ასაკში დავიწყე ხატვა ჭხილი გახსენი ნეტას უარ დამეწყო დახურებ ჭხილი რას ვიყურებ კარგი რა აბაგარი ხო კარგი ხო შემდეგ ნუ ხა ბათუმის ეტაპს შენით დაწერ ჩემ დასაბედნიეროდ ეგ ეტაპი შენ უჩემოდ გაიარე მერე გადავწყვიტე წამოსულიყავი თბილისში გახსენი ჭხილი გახსენი ნეტას უარ წამოსულიყავი დახურებ ჭხილი არ დაიღალე კი ბატონო სერიოზულად ხო დიახ სერიოზულად აღარ ხუმრობთ არა აღარ ერთ შვენიერ დღეს მივხვდი რომ ჩემი სულიერი საზრდო იყო არა ქანდაკება და გობელენი არამედ ხატვა გახსენ ჭხილი დედა არ მივხვდარიყავი ხო ჩვენ მე მგონი შევთავხდით რომ მე აღარ ხუმრობდი ხო გახსენ ჭხილი გახსენი კერძოდ ფერწერა მოგახსენებთ რომ ახლა მე ვმუშაობ ჩემს ახალ ნახატზე რა ნახატზე მუშაობ შენ ხა მოხუცის თვალები ძალიან აქტუალური თემაა ძალიან კრეატიული მხატვარი ხარ ჩვენ არა მე ახლა ვმუშაობ ნახატზე მოხუცის თვალები და მალე დავიწყებ ყელიანი ჯემპრის ქსოვას შუაბერის ალო ხო გოგი სად ვარ და გემზე ვარ გოგი გემზე ოდესაში შევდივარ რა გჯერა ბოცმარო სიგნალი მიეცი არა არ დამილევია დედას გეფიცები არ დამილევია კარგი მახსოვს და მოვალ ხო ირაკლი ისა მაპატიე გოგი კაპიტანი მეძახის გისმენ კაპიტანო ჯეკ ბეღურა ირაკლი ნახე დაუპატარავდათ უკვე გაიზარდნენ ბასასუნები მამას დედუზი ბიზიზი მერე რა უთხრათ დათოფებოს და მოუხსოვს კეთება ნასაკეთებ ბოშს ვაიმე ჩემი პრინცესა ხარ კეთება და აი ისე სულ საყენებ ხოლმე სამზარეულოში აი კაცო დალება მოგენდომება რა დავდიოთ მიდი ჭიქა მოიტანე ვა აი ასეთი დილა ჯერ არ გამთენებია რა ეს ჭიქა ეხლა არახსაც მოვიტან ეს არა დიდი ჩემი პრინცესა ხარ კეთება რა იცი სად როგორ რანაირად როდი რატო ვისი ბოლოს და ბოლოს ეხლა ვისი მეუღლე ხარ კეთება ეხლა გადი ხო ეხლა გადი თამართან და ზეთი გამოართვი მიდი გიყურებ აბა მიდი გაიქეცი მიდი აბა გელოდები მიდი დიდი კეთება ხო კეთება თამარმა ძმარი მოგწესო რა დუნდა ძმარი რა რა სადელს აკეთებს
ვაიმე, თამარი აკეთებს სადაც რა მოვიდა ჩემდას. ხო კარგად არის. ხო ადამი მამა, ხო კარგად. კარგად არის, დამშვიდდი, კარგად არის. სულ თამარი არ აკეთებს, ეხა კეთებ. აბარა, სულ თამარი არ აკეთებს, საჭმელს აბა ვინ აკეთებს? თამარი რო არ იყოს, მოვკვდებოდით მშივრები და დავიხოცებოდით. მოიცადე ჩემო ვახო, ეხლავე მოგიტან ძმას, მოიცადე? აჰა. აი ესე გაუტანე ჩემს საყვარელ დას. მაგას ვენაცვალე. აჰა, კეთება. აჰა, გამომართვი ვახო. კეთება, ნა. ვაი მინე. ვახო მოიცადე? მოდი აქ ვახო. მოიცადე ვახო? აჰა, კარგია. გაიქეცი მიდი ვახო აბა? მიდი. მადლობს. გაიქეცი. კეთება. ხო. ეს წითელი თითებზე რა გაქვს? ვაიმე, ლაშიკო, დღეს ჩვენი მაღაზიიდან დედა შენს გამოგზავნე პროდუქტი, ყველაფერი, ესე იგი 1000 რამეთ ვითომ იყო რამინის გამოგზავნილი სოფლიდან. ხო და ესე ჩაბუწყე 1000-ნაირი რამე, მწვანილი, კარგი ყველი, საქონლის ხორცი, კვერცხი. ხო და აი კვერცხა ესე მოვაშორე შტამპი. ხო და ეს ნახე შეხედი, აი საღებავი ვერაფრით ვერ მოვიშორე ეს საღებავი ლაშიკო. ხო, თამარ, ხო, სად უნდა წავიდე? არ დავიკარგები არსად რა. რა უნდა გავაფუძო? გამანებერათა. მოდი ვახო. ხო. ვახო. რა? დაჯექი ძმაო. დაჯექი. რა ხდა? დაჯექი. ვახო. დღეს მე მოვჩინ ემსების გაკეთებას. ვა, მაგარია, მე ხვალ ვიწყებ. ხვალ იწყებ? აჰა, ვითუმეტეს ვახო. დაუკვირდი? ესე იგი, მე დღეს დავამთავრე. შენ ხვალ იწყებ ემსების გაკეთებას, ხო? ხო. დედა ბუნებამ. ვაჩუქა ასეთი არაჩვეულებრივი დღე. ესე იგი, რა უნდა ვქნათ ჩვენ დღეს? რა უნდა ვქნათ? დავალაგოთ. რა დავალაგოთ ვახო? რა დავალაგოთ? დავლიოთ ვახო, დავლიოთ. გაგიჟდი მონკლავს ის რო გაიგოს. ვინ? თამარი? თამართან მე მოვაგვარე, ხო იცი რა ტიპი ვარ? არ გამიჭირდება ეგ. შენ ვერ გაიგე რა გითხრა არ ვსვამო? ხო, ლოთი კი არ არის შენსავით. კეთინო. ბატონო. რასაკეთებ? რასაკეთებ ბორს? მომივი. მოვაგვარე. ეხლავე. დეიდა თამარ. გეხვეწები, გამომუშვი რა ვახო, ცოტა ხანი დავლევთ რა. გეხვეწები რა, დეიდა თამარ. შენ ვერ გაიგე რა ვთქვი, არ დალიებს მეთქი. ამას უხარია ეხლა, შეხედე. დილით ადრე უნდა ადგეს არჩევნებზე მიდის დამკვირვებელია და არ შეიძლება ხა ამისთვის დალევა. კარგი რა თამარ, რა დამოუკიდებელ არჩევნებზეა ლაპარაკი, თვითონ დამკვირვებელს არ აქვს საშუალება თავისი არჩევნა. მოითმინე ახლა რა კეთე რა ბორჩი და შეჭა, მოითმინე. ახლა შემიძლია ლაშა რა. კეთება. მანამდე რო ყურძენი ვჭამოთ მე და ვახო. გაჩერდა დაყურძენი. რა ყურძენი და ეს იუზას გამოგზავნილი ყურძენი. აჰა. ხო, იუზას გამოგზავნილი ყურძენი. რო შემოდგომას. ხო. შემოდგომას ოდაკეთა ყურძენი. ხო, ყურძენი. მერე ის ყურძენი დაეჭრიდა. აიმე, შემოეჭრიდა. ხო, ეს რაღაცნაირად შემოეჭრიდა. კეთებანი. მერე არ ვიცი ხა ფეხებით შედგაზე, შემთხვევით თუ საწნახელში ჩაუვარ და არ ვიცი, მაგრამ მერე ეს დაჭყმეტილი ყურძენი რა უყურხა ზარალში ხوارწავდა და ჩაყარა ბოცებში. ხო, მერე ეთყობა არ მოეწონა კეთება. არ მოეწონა ამ ბოცაშია რომ მერე მეორე ბოცაში გადაუღია. მერე მესამე, ბოლოს ხო აი დაწნული ბოცით რო გამოგიხსნა. აი ყურძენ შევჭამ. რა საბაი შეჭა. აი შენ ნერვები არ მოიშა. შენ ამადა. ამრის ღვინო. შემოსიცოცხლე, შენ რომ მოდიოდი, მე მივდიოდი უკვე, იცი? აი ესე, აი, წამოდი, აბათ მაგამაგიჟეს მე და შენ.
გაიგება ხო? დალიეთო. შენ რომ მიდიოდი, მე მოვდიოდი, ანუ აი როგორ პრინციპით, აი ხლაპის პრინციპით მიდი მოდის რა, აი ხლაპით რომ შეგიძლია დალიოთო. კარგი რა, მართლა ვერ გაიგე რა გითხრა, ეს მოკლავენ ორივეს. კარგი რა. ბახო, ისე კი არ დავლიოთ ჩვენ უბრალოდ. და ყველას დასანახად, ამათ დასანახაბა. შენთან შევიდეთ ჩვენად, გადმოვალაგოთ ის ჭიქები, დავასხათ და დავლიოთ. აი შეიძლება. წამა. კარგი აზრია. მოკლედ ამას დალაგება თუ არ უხსენე ისი არსობს რა. მიდი. მოვედი ახლა. ახლა გამოდი. არ გამომდის რა. ვა! ნახე. ბოტსვანაში ყოფილა +40. ვერ ახარ კარგად შენა. მე რა? რატომ წერო მომიხმარი რა გიხუწები რა. დათო, რომ მოქსოვო? აი აქ წერია რომ ქსოვა ვაწყნარებსო. კარგი რა, მაცადე რა ეხა ერთით რა, მაცადე რა, ეხა ფიქრობ იმაზე რა, როგორ დავწუნე ეს ყველაფერი შენ კიდე ქსოვა. დაწყება მოგიფიქრე დათო. ვარ უსახკარო დამეხმარეთ. მე ერთი წუთი შეიძლება ვფიქრობ რაღაცას და მაფიქრე რა. არ მოგწონს ნუ მოგწონს. მე გთავაზობ და შელინება, გინდა დაწერე, გინდა ნუ დაწერე. პროფესია ჩაწერე მაგ? ხატვარი. წაშალე ეგ და დაწერე რომ პროფესიით ხარ სტუმარი. ირა. აი უყურე მე მგონი მე როწე რა გამოდის. იქნებ შენ დამეხმარო, ჰა? შენ თან გეხერხებ ეს და მინისტრის მოადგილე ხარ, წონა გაქვს თან. აღარ მაქვს წონა დავიკელი მე. მედი რა, ირუშკები რა. მედი რა, გუგუში კუთი ბუდუდა. ესე იგი, შენ მართლა გინდა რომ მე ახლა ავდგე, იქ დავჯდე და მართლა დავწერო, მე რას ვფიქრობ შენზე? კი ბატონო. არა. მოიცა, მე ხარ ასე დავიცი, დათუჩა, ლაშას დაურეკავ. ხო და შემოვა ჩვენი ლაშიკო და დაგეხმარება. ალო ბატონო ლაშა გამარჯობა. ირაკლი ვარჩხეიძე, დიახ, თქვენ პირდაპირ ცხოვრობს ასიამოვნოა, დიახ. ბატონ დავით სჭირდება თქვენი დახმარება, ბატონ ლაშა. ხო ვერ შემობძანდებოდით, გმადლობთ. ეხლა ნახე. ეხლა ნახე, შეძერა ვიღავ. ხო. შემოდი დროზე. ხდება ირა. გამოიგონ ეხლა რა რითი ერთოდი. მაგარია. ეხლა ამას რატო დაუძახით? დახასიათებას დაწერაში დამეხმაროს თუ დამცინოს ეხლა? მეც რა. კარგი დათო რა უნდა დაგცინო? რა უნდა და ირაკლის არაფერი არ ვთქვა ჩემთვის რა. ან რო ეთქვა რა მოხდა ეხლა მე რა დასაცინია ქსოვა როიც. მე მოვიფიქრე დათო. იცი რა ქნე? რაკნას და ესე დიდი ნაჭერი მოგსოვს. ხო და ვახო ამოუქარგავს და ხასიათებ. დამაწერინე რა ირაკლი, გიხუწები რა. კარგი. შემჭამა დამსვინა. მომეც. რომელზე დავწერო? აჰა. ოღონდ ხა ისა დაწერო, დაჭერილი ვიყავი, ცოლ გაშორებული და სამსახური და გამომაგდეს. კარგი. მაშინ იმას დავწერ. დათო ალექსიძეს აქვს ორი ფეხი, აქედან ერთი მარჯვენა. კარგი რა ირაკლი რა, კარგი რა. კარგი მართლა. დამეხმარე რა. ხო, დაეხმარე მართლა რა, ნახე როგორ ნერვიულობს, ეთქო, მართლა ჭირდება ეს რაღაც. კარგი, აი ასე ვარგა, ნახე. დათო ალექსიძე ნიჭიერი ახალგაზრდა, კარგი მხატვარი, მის ნამუშევრებში იგრძნობა ფერთა სიუხვე, კომპოზიციის დახვეწილობა და გამორჩეული ხედვა.
ჰა? კარგია. კარგი. როგორია? შვენიერი. რა? ვაი მე სხვა რაღაცა დაწერე ამას მე ჩემთვის შევინახავ რა. სანდრო და ანანო. ამაძე ეს არ მოქმედა. როგორ ახალ, როგორ არ და ძალიან კარგად, აი დათოს დახასიათებას ვწერთ, ჭირდება რაღაცა კონკურსზე მიაქვთ, ხო და თქვენ ხელი რო არ შეგვიშალოთ, მე კუთხეში დაჯექით ან კიდევ აივანზე გადით. ბუსტი? აივანზე გავიდეთ, არა ის ჩვენ დავწერთ დათოს დახასიათებას. გიხვეწებიათ ხო გინდა ჩვენი დაწერილი დახასიათება? გინდა რა. გინდა. ამიდა რა. გინდა ამის დახასიათებით მაჩვს და ზებრას აქცევენ ყურადღებას და შენ არ მოგაქცევენ ხა? შედავსანდრო არ ჯერათ ამათ. წამოდი დავწეროთ, მე დავწერ შენ დამეხმარები. აი ნახეთ, წამო. აი ისე დონე დახასიათებას დაგიწერ აი. აჰა. ყველაზე ანანო, ოღონდ ძალიან გთხოვ რომ დაწერთ. ხო. აჩვენეთ ჯერ პრჟევალსკის ცხენს. ხო. ვინმე კომპეტენტურმა ხო უნდა ნახოს შენი ნამუშევარი. წარმოშანდე, ბაბუ. სადაც? ხო, გოგო. უფ, რა ვიცი. ძალიან ვიღლები. არა, გოგო, მუშაობით კი არ ვიღლები. ესენი მღლია. გაზაფხული. რა, აბა რა ხდებოდა დღეს მაღაზიაში? აბა მითხარი? ნუ, რამინის გამოგზავნილი პროდუქტები რო აქ იყიდე, მაგის გარდა რა ხდებოდა, ალბათ ეგ გაინტერესებს, ხო? აჰა, დავიწყეთ უკვე ხუმრობა, ჰა? დღეს რა ხდებოდა? დღეს მაინტერესებს ვინმეს რამე ხო არ გაატანე ნისიათ. გული არ გამიხეთ. ნისიად არ გამიტანებია, მაგრამ ზურა იყო, გოშაძე მოსული. გოშაძე ზურა, ხო. პური უნდოდა, მაგრამ ასლარიანი ქონდა. მე ხურდა არ მქონდა და ისე გავატანე. შენ გამაგიჟებ მე იცი, გამაგიჟებ შენ მე გამოგერთვა ეს ასლარიანი და გეთქვა ხურდას ხვალ მოგცემ რა არის ამაში ისეთი გამაგები. გასაგებია. შენ მითხარი ერთი წუთი მოიცადეს. ახალი კარაქი რომ შემოვიტანეთ როგორ იყიდება, ჰა? ძალიან ცუდა. დღეს საერთოდ არ გაყიდულა მაგარი. შენ მე თქვას ვერ გასწავლ. შენ გამაგიჟე. მე რა რასკით მომისმე მომისმე და დამაკვირდი და ისე გააკეთე როგორც მე შენ გისმენ შემოხედე ახლა ესე იგი აი აქ შეხედი აი ამ მაღაზი ჩვენთან ყველაფერი იყიდება ყველაფერი იყიდება ეხლა მომისმე ვითომ შენ ხარ ყიდველი მე ვარ ყიდველი შენ გამყიდველი მაცადე ეს სიტყვებს შორის ესე კარგი არ შეაძინე შენ მართლა მომისმე გიმეორებ შენ ხარ ყიდველი მე მყიდველი იგი შენ ყიდველი ხარ და ეხლა მე ვითომ გამყიდველი ხო და მომისმე ესე შემოხვედი და ღიმილით როგორც ჩემი დაიწყო და ღიმილით მე ესე ხო აი კარგია აი ხო ხედავ აი ნუ მიჯერ კარგად არის აი ესე და მეკითხები რა ღირს კარაქი ესე უკაცრავად რა ღირს კარაქი უკაცრავად რა ღირს კარაქი კარგი ეხლა ვერ მოგართმევთ კარაქს აი ეს კარაქი ვარნახევარი ღირს აი ინებეთ აი გავყიდე თუ ვერ გავიცი ანუ რა არის არის საქმე. ყველაფერი ძალიან მოიცადე, ეს რა არის? ეს ყავა. ეს რა ყავა? ეს მოიცე ეს ახალი ყავა შემოვიტანეთ და მოიცა რა ღირს? ეგ ყავა 4 ლარი, 4 ლარი. 4 ლარი ღირს ეს ყავა? 4 ლარი ღირს. ეს მოიცადე აქ ჩავდოთ. 4 ლარი. ეს მოიცადე. ესე იგი ეს ყავა 4 ლარი. ჩვენ თუ გაფართოვებაზე ვფიქრობთ და ბიზნესს უფრო გვინდა რომ აი ესე გავაფართოვოთ და რაღაცა წინ წავიდე და ყველაფერი ჩვენი იყოს ამ ქვეყანაზე ეს ყავა 4 ლარი არა 4 და 50 უნდა გავხადოთ 4 და 50 ღირს არა მე კი დავადებ მაგრამ თავიდან 3 და 50 ღირს მე თამარმა 4 დაადეოდა რა ვიცი აბა აი მე რა ყოჩაღი დამყავს შენ გენაცვალე დამრი თუ გესმის ეხლა ჩემი ხმა შენ გენაცვალე როგორი ყოჩაღი ხარ შენ
ვაიმე, ვაიმე, ნელი, რა ნელი. მე აქ არ გინახი, მე აქ არ შემოსულა, არ ყოფილა, მე არა ვარ გავქრი. რა სარჩინა, ახე როგორი მაღაზია გაუგეთებიათ? გამარჯობა. ქეთევანი აქ არის? ქეთევანი კი. კი იყო, მაგრამ ეხლა ხას გავიდა. ძალიან კარგი. პროდუქტი მინდა თქვენთან ვიყიდო. კი ბატონო, გისმენთ. ლეკვია პატარა. ოი, თითრა. ვაიმე, ძალიან ლამაზი ლეკვია. ვაიმე, პროდუქტის მაღაზიაში ღმერთო ჩემო. თქვენ მანდ იყავით, მე მოგაწვდით. აი ეს მწვანილი. აი ეს დიახ, მოითმინეთ, არქა მოხვიდეთ მანდ იყავით. აი მოგა. დიახ, მაქვს. აი ეს ვაჟი ორდენაირი, დიახ. ორივე დიახ. ასე. ეს ყველი მეტი არა გაქვს? აი, ისიც დაამატეთ და ორივე დიახ. დიახ. ისიც დამიმატეთ და კვერცხი აუცილებლად. და კვერცხი რომელი გნებავთ? აი შტამპი რომელსაც უფრო ადვილად მოსწევდება. მაშინ აი ეს აიღეთ. კარგი, დაგიჯერეთ. დიახ, ერთი. მაგმარისი. კარგით, ესეც კვერცხი. დიახ. ამასემოდან ეს იგი კვერცხი. აჰა, 43 ლარი. ბატონო, აჭინებთ 43 ლარი. კიდევ მინდოდა რაღაცეები შემერჩიე, მაგრამ არა, თქვენს მოპირდაპირეთ რომ მამარკეტი იქით გადავა. 7 ლარი ხოლმე. დიდი მადლობა. ნახვამდის. ერთი ამაში ხედე. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენ. კი ბატონო, გისმენთ. იცით, ცოტა უცნაური შეკითხვა. არა უშავს ბძანეთ. გათხოვილი ხარ? არა. გათხოვილი ვარ. 2 შვილი მყავს. ქმარიც და სულ მგონია რომ აკონტროლებს. ეხლაც თითქოს სადღაც აი აქ არის. ვაიმე თეთა. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდ. ვაიმე. ამას ერთი უყურე რა, ამას შეხედე რა. შენ კიდე ვერ გავიგე რა დღეში ხარ, ცოტა დამიჯერო. ძალიან მეტყვი. ჯერ სადახა, ხო შევთანხმდი ჩვენ თავიდანვე. რომ ესე იქნებოდა ამ მაღაზიაში არ გამოვა სხვანაირად. გამატარე ერთი წუთი. კარგად იყავი, ჭკვიანად იყავი შენ. ესე იგი, ნახე სანდრო, ნახე. მე ხა ჩავამატე აქ პრეფერენციული და ონტოლოგიური. ჰა? აი რაღაცნაირად აი დათოს დახასიათებას უხდება, არა სანდრო? და მოდი შენ ნახე რამე. მე უფრო მაგარი ვიპოვე. აბა. მომისმინე? ჰა. იპოთეკური. არა, ამას ბანკში ამბობენ ხოლმე. სანდრო. მომისმინე, მაგარი სიტყვაა, ბანკში ხმარობენ ამას. მოიცა რა. არ გინდა რა. არ მინდა არ სვლა. მოიცე. ვა, სანდრო, რა არის? რა გიჭირავს ხელში? წიგნი. ნახე ირა ცოდნი. ანა, რასაკეთე? ვარ შეკეთებდა დათვისთვის ხო წერთ რა კონკურსისთვის დახასიათებას. ხო, მე? თან იცი ირა. იცი როგორ უწერ? აი, სალომე უთხარი? მაღალფარდოვანი სიტყვებით. აი ეგრე. აჰა, კარგი. იმუშა. კარგია, ძალიან გააგრძელეთ ეგრე და ესე იგი, როგორც გითხარი, სალომე, 2 ხაჭაპური და 1 მაღალფარდოვანი ბოთლით არა. სალომე, მე წვენი წამოვიდა რა.
მართალია ჩემი ვახუშტა არყის დალევა წვენის გარეშე ძნელია და რთულია და მოიტანე წვენიც კი ხო რა ლოთი ხარ როგორ ჭიქები არ დაგავიწყდეს არყის ჭიქები არ დაგავიწყდეს სალომე 2 ცალი წამოიღე ორი მართალია ორი ჭიქი დავლიოთ ორი ჭიქი ორი ესე იგი 6 ჭიქას სალომე ირა ნახე რა დათოს დახასიათებაში სიტყვა ენციკლოპედია ხო კარგი იქნება რატო იქნება კარგი ირა შეხედე ირა ყდაზე აწერია ესე იგი ყველაზე მაგარი სიტყვა ხო ანანო კიდევ არა ვაი არ მაწერინებს ნუ ეჩხუბები ანანო არ იჩხუბოთ ძალიან გთხოვთ როგორ არ გესმით არ მინდა დალევა არ მინდა კი არა რომ შემეძლოს ვერ დავლებ იმიტომ რომ ხვალ ვარ დამკვირვებელი არჩევნებზე ხო და ეხლა იქ რომ მივალ ისეთ არაფხიზო მდგომარეობაში და ნაბახუსებზე რაღაცა რომ გამომეპაროს რა უთხრა მე მომავალ თაობას რომ ლაშასთან და ირაკლისთან ერთად სვავდი და გამომრჩა მე ვაშენ გაიხარე შენ არა მე ამას ვერ გავაკეთებ იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი ქვეყანა რა კარგად ჩამოაყალიბა რა მე ვერაფერს ვერ დავამატებ ბატონო მე აღფრთოვანებული ვარ ვერაფერს დავამატებ გაუმარჯოს ჩვენ ქვეყანას რა გაუმარჯოს ეგ მე დააყოლებ აბა გაუმარჯოს აი კაი რას არ სვავრო იცოდე თაფლივით არაყი სამაგიეროდ დოგვივით სოლი ყავს სახში და თუ გაუგო კარგი იყო ხო და მით უმეტეს უნდა დალიოს თვრალი რო იქნება ტკივილს ვერ იგზნობს ხო აი არ სვავ შეავსე მაინც რა დაასხი ხა ბოდიში რა იყო დაასხი თამარი მოვიდა თამარი ჩქარა რაგინა არაჩვეულებრივი სადღეგრძელო იყო ბახო კი არაჩვეულებრივი ჩვენიერი აბა ირაკლი თამარს გაუმარჯოს ჩვენ თამარს გაუმარჯოს მერე მიაყოლე ეგ გითხრეს შენ რა ვიმოიტა აბა ახლა ამ ჭიქით ბარიკას გაუმარჯოს შეგენაცვალე შენ შემოგევლო ხო აი ეს თქვენ დალიეთ მე მოგესმით აი ახლა უკვე მეწყინება რა აქამდე რაღაცას უშუალოდ იუმორისტულად გელაპარაკებოდი ახლა მეწყინება მე თუ დავლიე ამის ცოლის სადგეგრძელო ჩემმა მიყურა რა დააშა კარგი ხო კარგი ბოდიში რა აი ეგრე ბარიკას გაუმარჯოს რა გეკაცოს მოიტანო ახლა სვავთ სამსამი ჭიქით ხო სამი ჭიქით გადაირიე შენ მიდი ვახო მე რო დავლიე თქვენი მეუღლების ადგილზელო ჩემმა მეუღლებმა რა დააშავეს ჩემო ვახტანგ ჩემ მეუღლებს გაუმარჯოს 1 2 3 რა ვიცი ირა აი აბა ეკლექტიკური აი მე შემიშვენა ეკლექტიკური კარგია ოღონდ იცი როგორ ვქნათ რაღაცა გაურითმოთ მაგას და ძალიან მაგარი გამოვა რითმაში ოღონდ რასაც გაურითმავთ ის ჯერ უნდა იყოს აი მაგალითად როგორ იცი და ური და ეკლექტიკური აი ესე იქნება ძალიან კარგი აუ ირა აი ჯიგარი ხარ არა მოიცადე შენ ხარ ეხლა ვერსიფიკატორი გმადლობ სანდრო შენ კიდე ხარ ვიდეო შტერი მიდი ნახე რას ნიშნავს აბა ვერსიფიკატორის ანტაგონისტია ეგ მიდი ნახე ჩემო ირაკლი
ეს ენციკლოპედია კარგია? აქ შეგენაცვალე რა. მაგრამ კაცებმა რა დავაშავე? იცოცხლე. კაცებს არ გაგვიმარჯოს? გაიხარე შენ შემოგევლოს შეგენაცვალოს შენ ირაკლი წავედით. აბა ჰე. კაცებო გაგიბარჯოთ, კაცო, გაგიბარჯოს, კაცო. რა არა, ერთი მოიტა. მორჩა, ამის მეც აღარ დავნე, თვალები ამიჭრელდა უკვე რა აღარ შემიძლია. რას ვია, თვალები კი არ აგიჭრელდა, სათვალე გასაწმენდი, კაცო. ხო. მიდი, კარგად. არა გაქვს ის საწმენდი რო იყიდება? დამრჩა სახში. აჰა. კარგი, კაი, მიდი. ბოლოჭი კარდაგილებია, ხო? მიდი. ხო დავლე. რას ქვია დალია? ორი ჭიქა წარიელია, ერთია სავსე. რას ქვია დალია? აი მე ხა ზედმეც არ დაგალევინებ, ვახო. ხო, კარგი. ირა, დავამთავრე წერა. გენაცვალე შენ გაიხარე ჩემოსამ. წაგიკითხავ რა. აუცილებლად. მოდი. უსმენ, ანანო, უსმენ. ახლა დღეში ვარ, მიდი. დათო არის არაჩვეულებრივი მეგობარი და უფრო არაჩვეულებრივი მხატვარი. განაგზეთ. მე ესეთი ჩვეულებრივი ტექსტი აი რა. ვაცადე. ბანალური რა, პირდაპირ თავარზე გადავა. რა თქმა უნდა, სანდრო. მის ნახატებში ბუნების პრეფენციულობა, ეკლექტიკურადა შერწყმული ონტოლოგიურობასთან და შტრიხები. რა ონტოლოგია და დეზინფექცია დასხედით ახლა, და თქვენი სიტყვებით, ნორმალური ადამიანური სიტყვებით, თბილად დაწერეთ ჩემ დათუჩაზე დახასიათებად. დათოზე? დათოზე, რა მოგივიდა? ადამიანურად, დაჯექი. რა? არანო მართლა ეხლა შენ და სანდრომ დაწერეთ, დათოზე ხო. დამისხი რა ლაშა რა, დამისხი რა. შეგენაცვალე, ეგრე. ესე თამრია, ესე შემოვარდა, რაღაცები იყიდა და ესე მე გავარდა სხვა მაღაზიაში. ეს აი არ ვიცი. ხო არ დაგალაპარაკებ. არა, მეთქი დავსხდებით რაღაცა გეტყვი. ნელი. ეხა ნახე, შემოვარდა. გიდივა, დედიკო როგორა. დღეს თუ გნახავდი, ვერც ვიფიქრებდი, გეჟა. როგორ მომენატრე მე არ მოგენატრეთ ქალბატონონელი. ჩემო საყვარელო, მომენატრე კი არა. რომ იცოდე ჩემს მეზობლებს, შეზე უფრო მეც ველაპარაკები ვიდრე ჩემს კეთილზე. ხო, მეც იცით რამდენს ვლაპარაკობ ხოლმე თქვენზე. ძალიან ბევრი. დავძანდით. კარგი მოსახოდედა. ხოდა ისე გიბრიელად. ვაიმე, ჩემო ქეთევან, მე ისე განვიცდი დედიკო, რომ შენ გლანდების ოპერაცია გაიკეთე დედიკო და მე აქამდე ვერ გნახე. არა უშავს დედა, რა პრობლემა? ეხლა უკვე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ დედა ისე მткиოდა. დედა, რო მე დედიკო არ მომიყვე, და ცუდად გავხდები, დედიკო არ შემიძლია. ვაიმე დედა ისე მткиოდა და ესე ხო დამეწყვა რაღაცა სიმხვრალი, რაღაცა ტკივილი და ესე ავიდა საფერგებში შტრიში მიყავდა დედა რაღაცა რო არ გასვენებს და რო არ შორდება, რო არ გცილდება, ხო იცით? ხო ეს მთელი ერთი დღე დედა ხმას ვერ ვიღებ. ვაიმე დედა, იმ დღეს უნდა მოვსულიყავი შენ. უშაქრო. ეხლავე მოგიტან დედა. ჩემი ლაშიკო სად არის? ვახო დამკურვებელია არჩევნებზე. უყურეში? და ჩემი ლაშიკო სად არის? ლაშა არა. ვახოა დამკურვებელი არჩევნებზე. ლაშიკო სად არის? ლაშა გასულია და მალე მოვა. გენაცვალე, დედიკო რა დაიკო ყავს რა. როგორ გამომიგზავნა სოფლიდან ჩამოტანილი პროდუქტი. მეც ახლა ვფიქრობდი რა სანახავად მივდივარ რა წაუღოთ და
ჩვენი სოფლის პროდუქტი მოგიკითხეთ. აი, კეთევანა, ჩვენ ხო ჩვენი სოფლის პროდუქტი გავგზავნეთ. ქალბატონმანელი თავის სოფლის პროდუქტი. გაიგე, კეთევა? როგორ არ გავიგე, გავიგე. აი, დედა, მერცვი, დედა. ვაიმე, დედა. ეს როგორი რაღაც წითელი ხელები რატო გაქვს, დედა? და შენ, დედა? ვაიმე, დედა, ეს ალბათ ალერგია. მე გამიარა მე. მეც გამივლის, დედიკო, დილისთვის აღარ მეკითხა. აბა ვნახავ დედამ რა მომიტანა, ერთი წუთი ვნახავ. ვაიმე, ესე იგი არაჩვეულებრივი მწვანი. ყველი, კვერცხი, ვაშლი, ვაიმე, ყველაფერი მეტი არაფერია დედა იმ სოფელში, მეტი არაფერი. ვაიმე, შეხედე რა თამი, როგორი მწვანილია, როგორი კვერცხია. მოიცადი, აბა ნელა ამოვალაგოთ, ესე ვაიმე, დიდი მადლობა დედა. ყველი, ვაიმე, აი ეს მიზანი, შეხედე, ჩემი ლაშიკოს სოფლის სუნი, აი როგორი სუნია, კამბაშ ლაშიკოს სოფლის. ვაიმე, ეს რა არის დედა? ვაიმე, ეს ეთყობა ქათმის ბარკლები მოპირდაპირე დიდი სოფლიდანაა, ხო დედა? ხოდა კეთინო, ესე იგი ისეცივა იმ სოფელში და დაეყინათ ბარკლები ქათმებს. კი, ნამდვილად ცივა, შედარებით. ხო, ვაიმე, ესე იგი როგორი არაჩვეულებრივი კვერცხი. ვაიმე, წვანილს შეხედეთ, ამრი შეხედე, ესე იგი რო არ ვიცოდე რომ სოფლიდან არის გეგონება, ესეა ეხლა ვიღაცამ ამოიტანა მაღაზიიდანო. მე სწორედ ასე ვიფიქრე შენი გამოგზავნილი პროდუქტი რომ და ვიფიქრე ნამდვილად მაღაზიაშია ნაყიდო თანაც რამის ისე ლამაზად ჩაუცურებია ჩეკი შიგნით. რა ჩეკი? ვაიმე, კეთინო, უთხარით ერთმანეთს რომ მაღაზიაში იყიდეთ ორივე მე ყველაფერი და დაისვენებთ. მე პატარა ბავშვი კი არ ვარ, რა სისულელია დედა და თამრი, რა სისულელია რა ბავშვი ვნახეთ, მე ამხელა გოგო რა იყო დედა რა. კარგი დედა. რა მოხდა გორარი ადამიანო, რა მოხდა? სოფელში ხომ რაღაცებს ყველაფერს პროდუქტს ყიდულობენ მაღაზიაში და რა მოხდა ეხლა? მეც ესე ვიფიქრე, მაინც ყიდულობენ სოფელში მაღაზიაში. მეც ასე ვიფიქრე, დედიკო, იმიტომ ვიყიდე. მეც ასე ვიფიქრეთ დედა. ვაიმე, რა კაკ ხო დედა, ხა თქვენ რო იფიქრებთ დედა და თქვენ რო რაღაცას მოიფიქრებთ, მე სად მოვა? ეს მიხარია შენ. ეს სად მოვიფიქრებ დედა? სამზარეულოში მოვძავდი დედა. არა, დედა, როგორ გიკადრო? მოკლედ ესეთი შეხმატყბილებული რძალდე დამთილი მე როგორ არ დაიღალეთ რა? წამოიყვანე. მოდი. რა ვიცი, გითხარი რა. ნელა, ჰო. აიჭირე. აბა. აიცა სათვალეს მოხსნი. მოიცა. მარიკა სახშია? ბავშვი წაიყონა სასინოდ. რა ჭირს და დალია ცოტა და ნახე რა. ცოტა დალია? ხო. ირაკლი. დაულურჯდებავითო? არა მგონია ლაშა იმ ლიფტის კარს რეზინა ხო აქ და ნელა მოხდებოდა რა ვიცი. მოიყვანე. აი, რატომ მოკრავდა დირექტი? თავისთან ვერ წაიყვანე. მოიცა რა, შენი რას ლაპარაკობ, მოკლავდა თამარი, ისო ესე დაენახა. მოიყვანე. ვახო. ნელა, აი ეს. მოვამზადე. მოიცა. აჰა. ნელა. ვახო. ვახო. აზრი არა. ვახო, ეგრე კი არ უნდა გავიდეს. აბა. ვახო. აჩნის დარაგოი. არა, მომისმინე. არა, აზრი არა. არა, იზახე ხახახუშკა, არა, აზრი არა. ერთადერთი წერტილზე რეაგირებს. შემთხვევით აღმოვაჩინე უყურე. აჰა. აქედან აქამდე აი დაიჭირე მანძილი. აი მიდი შენ თვითონ ნახე. აჰა.
ესე იგი ეს რაც შეჭავს ზირო ქერქი არაა ჯერ გათიშული რა ტვინი აზროვნებს. ვახო. მოიცა. რამინმა რა დაკარგა? ხბო. ესე იგი თავიდან არ სვავდა, გაიგე შენ ჯო. ბიჭო ეს რა დაგვიმართა? რა დაგვიმართა? დავხუცავს ხე. მოიცადე. რა კენა დღეშია. ვახო. აბა. აბა. ეს რას ნიშნავს? ესე იგი, რეფლექსებით არ დაუკარგავს. არ დაუკარგავს რეფლექსები? არა. არა. ესე იმუშავა კარგად. აბა. არა მეცი, არ გესმის შენ, აზრი, აი მარტო ეს, აი. აჰა, ეს მარტო. კიდე, აჰა, ეს არის მარტო, რა. რა მოგივიდა? რა დღეში. მიდი. აი, თამარი მოკლავს. დავიღე. რა? თამარია. მოდი გავყოლოთ. მოიცა. მოიცაცი. მიტო, რა სიმძიმეა, გავგიჟდი. მე ხია. ვიცი, ვახოს ვურეკავდა გათიშულია. გათიშულია კი, გათიშულია. ვახო! რაიმე რაჭი! რა მოგივიდა? რა? რაჭის არაფერი ტახტის ქვეშ რაღაცა შემიგორდა და ეძებს. მოიცა ერთი კითხვა თუ იპოვა. ვახო, იპოვე. უო, არაო. რა ვერ იპოვე, კაცო? კარგით რა. ვახო სახში ვარ მე და მალე გამოდი საქმემა. გამოვა მომაძებნინებს, რა მოგივიდა? ვაიმე. მოკიდეთ ახლა ხელი ამას, მოკიდეთ. რა მაინც დავსვათ რა, ნახე რა. საიდან დავსვა? საიდან? აკაკი არ წამოყნე თავი რო მოიცა. ადექი. ცოტა მოგვეხმარე შენ. მოიცა. მოუზადე. ვაიმე გადამივარდა. მოიცა ნელა. აი ეს აქედან უჭირავს. ხო, გადი შენ და გამოვა. ხვა! თქვი. ვახო დედა შენ მადარეკა და მალე გამოდი. გამოვა, გაცადე ცოტა ხანი, რა მოგივიდა? გამოვა ეხლა. არ გაუშვა შეხ. სამომაყვანი, ვაიმე. კაცო, მოგიდე ხელი ეს შენი ქვისლია თუ ჩემი ქვისლი. ვაიმე, გაიყვანე. ვაიმე, ნელა. მოიცა, აბადანაში გამიყვანე. მოიცა, ცუდად მოგყავს. ცუდად მოგონაკავს, ცუდად ესაკი ჩემ რა. თქვენ თურალები ხართ რა. მოიცა, იტუთი. რა? მოიცადე, ვაიმე წელი. აქ დავსვათ რა გეხმართ. მოიცა. ვაიმე წელი. ნელა. გასვით. ეს გასვი. არ გაიხილო ვახო. თამაშობთ ვახო არ გაახილო დახუჭობანავს თამაშობ კანი რა მიმალე რა არ უთხრა მე სადავარ მე სადავარ არ უთხრა ირაკლი ჩემთან სააბაზანოში მანქანა გაფჭრა და ვახონას ტანცაც მოვშევყრი რა თქვენ კარგი რა აქ უნდა დავმალული ყავ კარგი ნუ იხედები ვარ ვახო ნუ იხედები მოგიდეთ მოისავა აქ მოიყვან ხო არა სახში არ გავიყვანო თორე არა მივხვდება თამარ მოდი მოსუქავ სად მოვიდე
ნელა ვაიმე გასვით აქ მიყვანე ჯერ შენდი მოიცა ერთ წუთი აჰა დაჭერე მოიცა მოიცა რა ეს ასე იჯდეს არ გავანძლებთ მე ვიცი რაც უნდა ვქნა გავდო იზბალის მოიტანილსა კა ირა რასაკეთე როზა მოიცა ია ნახე ვერ გათქმევინე მაგის დრო ახლა ერთ წუთს შენი სვლა შეყარე საიტეს უსვლა გავაკეთე აი ეს რამე ჭკვიანური ითამაშეთ თან ჩემი ვახუნა იცით რა კარგად თამაშობს ჭადრაკს ხო ვახუნა სასწაულად ერთი სვლა დარჩა ახლა თუ გააკეთა მიგებს რა ხო ირაკლი გეხოცები არ დაალევინო რა ვახოც იმიტომ რომ ხვალ მიდის არჩევნებზე დამკვირვებელია და ძალიან გთხოვ სერიოზული მიდი შენ და გაიგე შენ ვახო გაიგო მე რომ დავალევინო ახლა ეს დალევ მიდი შენ გადი მალე გამოდი გამოვა მოგიდეთ ხელი წამოდი რა აბაზანაში მაინც შემოყვანეთ იქნებ ცივმა წყალმა რაღაცა უშევს რა მიმიშვი მოდი ვახო იუზას მაქალა როგორი გოქება მოიცა ის შენც კიდე რა დარეკეს არის რა ჭის ვახონხულას აი გაფუჭდა ვეგარგვის და გასაკეთებლად რატო? ნა, შენთვის ამბავი მაქვს, შეიძლება სიხარულისგან კაგიჟდე. მithყანე. შენი დახასიათება დავწერე. გასვედა. აბა, მე და ანანო. მე? რა მერე? აგიწერე, მაგარი დახასიათება. წამოგიხება? მე არა მაქვს. აბა? გავაგზავნე უკვე. ნოიც, აი. და. ვიგი ხო რო გაგზავნე? ავი, მე მეგონა კარგი გავაკეთე, გაგიხარდებოდა. აი ერთადერთი შანსი მქონდა და ისიც მომისმენთ რა. კარგი. ნუ იცი. შემიძლია. ნუ იცი შენს. ნუ იცი. უცებ ნუ მისტერიკაში ნუ ვარდები. სხვაგან გაუშვებდნენ ესენი ან ვერ გააგზავნიდნენ. ნუ ნერვიულობ. არა, ირა. ზუსტად მისამართზე გავაგზავნე და პასუხიც მივიღე. მე არ მინახია. მე ვერ წავიქცე. წამიგიხე. გამომართვი გასა. ბატონ დავით ალექსიძეს. ნახე კარგად იწება. და. გავეცანით თქვენს ნამუშევრებს ბიოგრაფიას, თუმცა ყველაზე დიდი შაბეჭდილება ჩვენზე მოახდინა დახასიათებამ, რომელიც ძალიან გულწრფელი, კეთილი და სიყვარულით სავსეენით იყო დაწერილი. მართლაც კარგი იდეა მოგიფიქრებიათ, რომ დახასიათებამ მცირეწლოვან ბავშვებს დააწერინეთ. კონკურსის დეტალების შესახებ მოგვიანებით დაგიკავშირდებით. აჰა, გახვედი დავით. აჰა. მადლობა ჩემო ბავშვებო. სანდრიკო და ანანიკო. აუ, რაკნა? ირაკლი უშველა მე მგონი წყალმა. მოვიდა ზე. მაგარია. სანდრო მინერალური წყალი მაქვს, მოცივარში მოიტანე. დასვი. აჰა. აი, ცოტა ეს როიდა. ხო, აბა, მიდი ვახო. მიდი. ბოლომდე. ნელა, ნუ მეწინააღმდეგები დაგიარია, ნუ მოგირავე. მიდი. ბოლომდე. კარგი. აი, ჩვენ ერთი ჭაჭა მე რას შუაში ვარ? ვაიმე.
რა, ესეც გამიფუჭეთ რა. მოდი ვახო. ცოტაც დარჩა ვახო, ცოტაც. ყოჩახ, ვაშკაცი ხარ, ვაშკაცი. მოიჭედე? ნელა ფრთხილად ესე. ახო მოხვედი? რაიმე, ვახო ეს რა გამიკეთე, ვახო. ეს როგორ დამატე, ვახო, ეს რა გამიკეთე. ახო, რატო დაალევინე ლაშას ამდენი ხარ? შენ სამით შეუძლია ამას დაალევა და ჭამა. ვერ ხედავ რომ მორჭიქაში თვრება. კეთევა შენა ხარ, კეთევა. კარგი რა. ნახოს კეთ შეიყვანე საძინებელში ვახო და შემოდი სახში საქმე. ვახო, დამაძინე, ხო? დამაძინე, წამოდი, ხო, დამაძინე. მიდი, შედი, ხილა. აიმე. მოიჭედე.